ვინ გახდაო 3000-იო და ვის უნდა მოულოცოთო? მოკლედ, ყველას ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ჩვენ უკვე 3000 ვართ, ანუ 3000 ხალხო. ძალიან დიდი მადლობა. ყველა წუთი მახსოვს, როდის დავიწყე, როგორ დავიწყე, რამდენად დაბნეული ვიყავი, თითქოს მზად ვიყავი, თითქოს დაბნეული ვიყავი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. ადამიანებმა ვინც ვლოგებს იღებენ, ძალიან ბევრი მასწავლა აუდიტორიამ, რომ რაღაცად მკარნახობდნენ, აი რა დაახლოებით რა უფრო მეტად მოსწონდათ, ნელ-ნელა ვითარდები და ნელ-ნელა ძლიერდები თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი ციფრია 3000 არ არის ხელწამოსაკრავი ციფრი, მოგეხსენებათ. თითოეული გამომწერი რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე ვთანხმდებით. და 3000 ხო საერთოდ, ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ხალხო. ყველას მოვდე, Facebook-ზეც დავდე. ყველას, და ვიცი რომ Facebook-ზე ნაკლებად შემოდის ჩემები და ვიცოდი რომ მაგას არ ნახავდე, დავურეკე. მე ვთხარი, იცი რა მოხდა და კობა რომ მოვიდა, კობა იცი რა მოხდა, მივასყდი და რა ხდებაო, იფიქრა რაღაცა ომი დაიწყო რაღაცა და მე ვთხარი 3000 გავხდით მეთქი და ძალიან გაუხარდა იმასაც და დიდი მადლობა ხალხო. ესეთი ამბებია მოკლედ და როგორ შეიძლება არ ვიყო ძალიან ბედნიერი. უსაწყლო. ტორტი არ მაქვს, მაგრამ ჩემს საყვარელ სანთლას მაინც ჩავაქრობ. გილოცავ განცას 3000 გამომწერს და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი აუდიტორია მეყოლება, ძალიან ბევრი ადამიანი დამემატება დროთა განმავლობაში და ძალიან ბევრჯერ მოვიხდი კიდევ მადლობას. საკუთარი თავით ვიქნები ძალიან ბედნიერი და ამაყი. მოვხდი საკუთარ თავსაც ძალიან დიდ მადლობას და ნუ თქვენ ხო თავისთავად მოგიხდით და მოგიხდით. 1, 2, მანამდე ჩავიფიქროთ. 3. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ, რა შვრებით. როგორც ხედავთ, ვემზადები, მივდივართ ბებოსთან წერეთელზე. ხო და ძალიან ცოტა დარჩა ეს კონტური და ძალიან მომწონს. ხო და შევისწოროთ ცოტა. თორე რაღაცა ჩამქრალ ფერებში ვარ. ბარემ ესეც წავისვათ, სანამ გავალთ. გავისწოროთ. მარიკოს მივყავს, რა თქმა უნდა. თბილისში აღარ წვიმს. რეგიონებში რა ხდება, არ ვიცი. ახალციხეში კი მოთოვა, მაგრამ დღეს თუ მომიხერხდა აუცილებლად ლაივში გამოვალ გოგოებო საღამოს თუ მომიხერხდა ოღონდ არ ვიცი დანამდვილებით არ ვიცი დღეს კვირა დღეა მომზადების დღეა ხვალ უკვე საფეხურის დღეა ხო და როგორც ხდება ხოლმე რთული დღეა მოკლედ კვირა ასე ადრე ვისვამდი ხოლმე აი აქედან ესე რაღაცერა და ახლა მივხვდი რომ ძალიან აღარ მომწონს და არ ვისვამდი სწორად და ახლა როგორც ვისვამ მასე მომწონს ბატონო კარგად გამოიყურები დიდი მადლობა გაიგე ყობა რა მითხრა კარგად გამოიყურებიო ასე მზად ვართ. წავედი. ცოტა ხანში დე. ცოტა ხანში? კი. ასე
Წარბებით გავისწოროთ და მეტი არაფერიც აღარ გვინდა. ტონალურს არ ვისვა, მაგრამ მინდა ტაქსით უნდა წავიდეთ, ტაქსით მოვიდეთ და მეზარება ტონალურების გადასვა. გადმოვედით ტაქსიდან, უკულკულოთ აკერა, შევდივართ უკვე სახლში. აი, აქ არის სუხიშვილების სტუდია, ეს დიდი შენობას რო ხედავთ, პირველ სართულზე და აი აქ ვიყავი რამდენიმე წელი და გავატარე აი უმაგრესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ალბათ შემიძლია ვთქვა. აჰა. დედიკო, საჭმელებს კარგად ჭამ ბაღში? ხო. რომელი მოგწონს, რომელი საჭმელი მოგწონს ბაღში, დე? Papa. აჰა. აბა ხა გუფთას ხო არ იტყოდა ბავშვი? მოიმე დედა ვაიმე არ დაგივარდეს ბებო. ამძიმებულა. ამძიმებულა. ახლა გასუქებულა ჩემი ლამაზი გასუქებულა. ბევრ საჭმელებს ვჭამო ბებო. ბევრი საჭმელი ჭამე? აი როგორ მიყვარს. გუში რა საკეთებდი რაღაცა საცხობდი. ხაჭაპური რო გამოვაცხედე. დასუსტებული ვარ? კი. მაგზად ხარ. კალო. მომენატრე ქალბატონო ბებია. წამო ბებო ჩემთან. რა იყო? საბლა შენთან საბლა წამოვიდე სახში არა მოგრო წადიო. რაო? სახში წადიო. რა დრო სახში წასვლა ყინავს ბებო სოფელში? რას ყინავს? არა, ცივა ძალიან. ცივა არა რაცა. რა თქვა ბებოდე? Ცივა. ჰაი ხალხო, როგორ ახართ? დააგიბრუნდით. ესე იგი იმაში ვიყავი, რა ქვია, ბებოსთან წერეთელზე და ბარემ გამოვიარე, ხო და ვიყიდე ქვილი, რამდენი ლარიც არის? 3 ლარი და 1 თესლის ყოფილა მეგობრებო. ქვილი ოჯახში, ვისაც ცომი უყვარს, ცომეულის კეთება უყვარს, მაგალითად მე ყოველთვის უნდა იყოს და არასოდეს არ არის ბევრი ქვილი და მე რო ადგილი მქონდეს, არა ადგილი პრინციპში გარეთაც დავდებდი, ალბათ მე შუქით ვიყიდდი ქვილს, მაგრამ რა ვიცი მე შუქით ვიყიდო, ვაი და გამიფუჭდეს, ხო და მოდი არ გვინდა მე შუქით. ისე ვიყიდოთ. მოკლედ კვერცხი იყო იმაში ლიბრეში 3.70-ად, ერთი კვერცხი აგერ მივაფშვენი, მშვენივრად და ბედნიერად. რავი, რა დავაჯახეთ შემოძიადადის. ხო და ახლა მე მას დავრეცხავ, იმიტომ რომ აი თქვიფა ერთმანეთში. და ეგრევე შევაცუნცულოთ იმაში, რა ქვია, რა წავერე კაცთას. მოდი გავრეცხოთ და შევაწყოთ. პატარებია ოღონდ გოგოებო, მაგრამ რა ვიცი. პატარები რო იყო, მერე დავაკვირდი სიმართლე გითხრათ, თორე ბარემ მივცემდი, ანუ ცოტა მეც და დიდს ვიყიდდი, მაგრამ რა ისდამთ. ახლა მაგაზე აღარ ვინერვიულობ. ეს ისხება, ისა კოცხი რო ტყდება საშინელი სუნია. თქვენ რა შვებით, მე უნდა მოვინახულეთ ქალბატონი. შვენივრად, ბედნიერად გრძნობს თავს. ცოტა ხანი გავერთეთ, ვიჭორავეთ ბევრი. უბრალოდ დრო არ გვეყო, ანუ უფრო მეტი დროით მინდოდა. მე ხალხ 12 არ იყო იქ რო ვიყავ, მე რო სადმე მივდივარ ახლობელთან და 12-ზე უკვე იქ ვიყო, ვერ წარმოუდგენელი. უბრალოდ კოპამ არ ეგინეთო რა ტაქსით წადითო. ბავშვი არ გაყინოვო, ესაო, უნდა გაცივდეთო, მე 2 იმდენი წამლებში და ვხარჯოვო.
ხო და შეგვახუტა ტაქსის ფუძე წებზენდი ტაქსით, ხო? ხო და წავედი და წამოვედი ტაქსი. შვენივრად და ბედნიერად. ხო და ის იყო გოგოებო, ვამე ისეთი პატარა კვერცხი ახალ ხო იმაში ჩაეტევა რა ქუთევშის ლამპაკზე. ახლა რას ფიქრობ იცით? თავისივე იმაში ჩავდო ეს გავრეც ხო რაც გატყდა და თავისივეში ჩავდო ძალიან კომფორტულად ვიყენებ სხვათა შორის ასე ვთქვათ თავისივე კონტეინერს, იმიტომ რომ ადგილ ძალიან კარგად მიზოგავს სხვათა შორის რა. მაგრამ ცოტა ბევრი კვერცხი მაქვს. კვერცხის ადგილას რაც არის განთავისუფლებული ხო და რაც მაცივარში გამოყოფილია მანდვილაგია გოგოებო წამლები და რაღაცეები და ამიტომ აღარ არის მაგისი ადგილი რეალურად. თორე ერთი პერიოდი მანდმელაგა და ახლა რაღაცები გავყარე და ჩავყარე და ამიტომ ადგილი ნამდვილად აღარ არის. ბებოს დავაბარე თქვენგანი მოკითხვა, დიდი მადლობაო. ბევრი კი არა და ასე კამერასთან საუბარი ვერ შედგა, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ავირიეთ მე და დავირიეთ. მე მივემატე და ავრიეთ და დავრიეთ. ხო და ის იყო რა ქვია. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა შემოგითვალეთ. ვაიმე. დილით შეგდებულად ყავა არ მივირთვი. მეთქი წავალ და ბიცულად ჩემთან ერთად დავალებ. ხო და მე ბიცულად ჩემმა და ბებომ კარგად ვიკუსკუსეთ, თან ვისაუბრეთ და მოკლედ ძალიან კარგი იყო. ხო, ის მოვიტანე ხორცი, უნდა გავაკეთო ხარჩო. წასვლამდე გააკეთა დედამ და იყო ფანტასტიკური ხალხო. სად ვიყავი აქამდე რა ის ბაჟი გიხვეწებით. ისე მომეწოდა ხარჩო ხა მილიონჯერ მაქვს ნაჭამი, მაგრამ აი ძალიან დიდი ხანია ხარჩო აღარ მიჭამი. აი ძალიან დიდი ხანია და მე ვიფიქრე რომ რაიმე მეთქი რატომ არ ვაკეთებდი აი ეს ბოლო პერიოდი თქო რა. ხო და ახლა სიხარულით გენაცვალი ადგები. და ბედნიერად გავაკეთებ, მოვიტანე კაკალიკი მაქვს სახლში, რაც ყველაზე ისეთი ინგრედიენტია. ხო და ადგები და იმას ვიზავ რა ქვია, შვენივრად და ბედნიერად გავაკეთებ დღეს ხარჩოს და დღეს და ხვალ არანაირ სადილს არ გავაკეთებ არავისათვის. ცოტა ყელში ამომივი. ქალობა მომივიდა ყელში მიშველეთ. მიშველეთ ხალობა ყელში ამოვიდა ხალხო. უკვე ძალიან დამღლელია ეს ხალობაც. ასეთი ამბები. ის დაზიანებული კვერცხი გადავაგდე, რეალურად წაგებაში ვარ, რა თქმა უნდა. ძალიან პატარა კვერცხია და თან ერთი გატეხილი, მაგრამ მაგაზე არ ვიდარდო ახლა. შევაცუნცულოთ, ესე იგი გოგოებო, თვის ბოლოს უეჭველი ყოველ მისის გარეშე, მარაგი უნდა გავაკეთო, ეს არის დაუწერელი კანონი. ხო და ახლა მოვიტანეთ ცოტა ხორცი და რაღაცეები და თვის ბოლოს უნდა მოვიტანო შევაზაო მაგალითად კატლეტისთვის ცალკე, ტოლმისთვის ცალკე რაღაცები და უნდა მქონდეს რომ გავაკეთო და აი რაღაცა თქვა თუნდაც ერთი კვირა თუ რაღაცა ცოტა ის მქონდეს რა. ჩემი სიხარული და სიყვარული რომელსაც ვგიჟდები ლიბრეში ვნახე ამხელა ხალხო 6 ლარად 6 და რაღაც აყიდა და არ ვიყიდე, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მეპატარავა. ფასთან შედარებით რაღა დაგიმალოთ. სამზარეულო დამჩამი სალაგებელი, მე როგორც მიყვარს ისე ვერ მივწკრიალდი მოკლედ. ვიყიდე. ხო და ხანდახან არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ აი მე პური დამავიწყდა და ჩემთვის, აჰა. ეს რო ვიყიდე დამავიწყდა. კაი, მაინც არ მინდოდა დღეს აცღალ ის არის ამას გოგოებო აქვს 300 თუ 305 კალორია. ხო, 300 კალორია. ხო და ეს კი იცით როგორი მჩატია, ანუ ძალიან მჩატია. ხო, არის ხოლმე შემთხვევა, რომ რაღაცნაირად მინდა ხოლმე, რომ რაღაცა ვახრაშუნო და ეს ძალიან მიყვარს სხვათა შორის ყველთან ერთად. აი ვგიჟდები. ხო და ხანდახან ამასაც მივირთმევ სიამოვნებით. ღირდა ლარი და
ლარნახევარი, ითულარი და 30 დაახლოებით აი ესე სუზალაში ვიყიდე, აი ეს. კი არის აბდღვალებული ყველა პროდუქცია პუტინუსებურად რას ვიზამთ. ბარაქა ვიყიდე კიდევ 2 ლარად იყო სუზალაში, ისე არ ვიცი რაღაც შეიძლება მაგდენი ღირს ისედაც, მაგრამ მოკლედ არ ვიცი. მარიკოსთვის და მეორეც მაქვს და არ ვიცი რაში გამოვიყენო, მივიღებ ყველანაირ რჩევას. ნამსხვრეს გამომცხობი მე არა ვარ, მიდევს. რაში გამოვიყენო ეს შესქელებული. ასეთი რო იყოს მაგალითად კიდე რაღაცაში ვიცი რაში გამოვიყენო, მაგრამ ის ხო აი რო გითხრათ რომ აი დავждე ყავისფერი მასა ეს სქელი მივირთო, არ მიყვარს ეგრე ძალიან და თალითი კალორიო ხო მაგას ვერ მივირთმევ და რაში გავაკეთო არ ვიცი, ანუ რაში გავურიო, ისე არ მიირთმევენ და არ ვიცი რამე მითხარით, რაში გამოვაცხო 2 წუთში რო ჩავეტიო. ესე შევდოთ. ხო, ასევე როგორც გითხარით, ცოტა ვიყიდეთ, ხო? საქონლის ფარში ვიყიდე. რავი 12 ლარის თუ 13-ის იყო, აღარ მახსოვს არაწერია. არ მივუწყამთ არ ვიცი. 13 ლარამდე იყო გოგოებო და ეს ვიყიდე ასევე ღორი, ესეც სადღაც 9 ლარამდე იყო რა დაახლოებით და აი ფაქტობრივად რაც მომრჩა, აი ესე რაღაცნაირად ვიყიდე ეს რაღაცები ცოტა ხანს რომ ეყოს თქო რა. მე ამას ეს დავაფქვევინე, ეს არა. ამას მე თვითონ დავქვავ, ის დავაფქვევინე უპირველეს უფრო მეჩქარება ხვალისთვის და არ მინდოდა თან რაღაცნაირად ამის დავქვა, იმიტომ რომ შეიძლება სხვა რამეში გამოვიყენო ან თუნდაც სოუსში და ამიტომ არ ვიცი რაში გამოვიყენებ. ამიტომაც ხელი არ მოვკიდეთ და ეს იყოს ხო, რეალურად შეიძლება ტომაც გავაკეთებ. არ ვიცი მოკლედ რა. მომივახ თავში აზრი რამე და გავაკეთებ მე. არ ვიცი. ძალიან მინდოდა ეს მეჭამა იმ დღეს გენაცვალე. ასეთი ხო ვიყიდი ამის მსგავსი, ხო და იმას ხოდა ნაკლები კალორია და ამას უშველებელია ხალხო და მიგდია და კაციშვილი არ აჭამს და მე რავი ერთი დღე იქნებ მივირთვა არ ვიცი. ხო, ესეც დაბლა უნდა დავდოთ. საყინულეს დაბლა რო არის, აი რამდენიმე დღე ხორციც რო შეგიძლია შედოდა რომ აციებს კარგად იმ ადგილას დავდოთ ხვალამდე. ამას აღარ გავყინა, იმიტომ რომ ჭირდება. და ბარკალი ვიყიდე 6 ლარად. შიგნით არის 4 ცალი მოცუცხლული. ხო და იმას ვქნათ რა ქვია. ეხლა ეს უნდა გაავალღო. რა ტყუილა ვიყიდე ეს სელოფანი მაინც გავხიდო. რა ტყუილად ვიყიდე ნეტა იცოდეთ. ხო, ეს არ ცელოფას არ ჭრის მიშველეთ, ცელოფას არ აჭრის. მოიმე. ეს მოვავალოთ კვერცხიანი. ეხლა მას გავალხობ. აჭრის მოხარშავ. მანამდე ჩვენ კაკალი გავათხელოთ, დავაბლენდეროთ ასე შემდეგ. დავაჩოფეროთ. მეთქი ვინმე აკეთებს და გავიხედე და მარიკო აბრაყვნებს. ხო და მომოკეთ სანამ ყობა მოვა ღამე დებ ზად მექნება. ესე იგი მე ხალხო გიждები ბიძა ჩემთან ჩასვლაზე, ისე მიყვარს ბიძა ჩემთან სტუმრობა, ისე მიყვარს რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ვიცოლა ჩემი ისეთი ადამიანი რაღაცნაირი რომ გინდა ხოლმე რომ მიხვიდე რა. და თან ძალიან მოწონს მაგათი სახლია, ჩემთვის ძალიან სიმყუდროვია და ძალიან საყვარელი სახლია და მოკლედ და გიждები. აი ესეთი ამბები. წავიღოთ ახლა ეს გასარეცხა და სხვა ჩაის სტილო დავდოთ და ხელის და ყველაფრის. ესეც გავარეცხოთ და ზოგადად დღეს მაქვს რეცხვის ოფიციალურ დღე.
ძალიან ბევრი სარეცხი, ხო, ეს ვიყიდი კიდე მაწონი ფაზეკლება იყო თუ რაღაცა არ ნახევრად. და ის იყო გოგოებო. ხო, სარეცხზე ვამბობდი. სარეცხი უნდა იმას დავხნა, რა ქვია, დავრეცხო. აი, რამდენიმე დღეში, 2 დღეში შემიძლია უშველებელი სარეცხი დავახვალო. ოღონდ სულ ვფიქრობ ხოლმე რანაირად. ანუ აი ხო არის რომ დაუშვათ ხვდები რომ ხო აი რაღაცა აი რანაირად ვახერხებ ამდენი სარეცხი რომ დავახვაო მართლა აი გონზე თუ ვიყო ბედას გეფიცები როგორ შემიძლია უზარმაზარი სარეცხი მოვაგრო 2 დღეში 3 დღეში აი არ ვიცი მართლა ვერ ხვდები ხო და ამიტომ იმდენად ბევრია ხო და რაღაც თეთრეულები რაღაცები გადავაძრე გადმოვაძრე ხო და მოკლედ აუცილებლად დღეს უნდა დავრეცხო ყველაფერი აბსოლუტურად მოკლედ ნავიღავის მე თუმცა ლიკანი ჯობია ჩემ შემთხვევაში რაღაცა რომ მткиვან კუჭას ლიკანი უფრო მშველის ხოლმე ასე ეს კუჭელი ცოტა ამოვალაგოთ ესე იგი ხალხო ჩვენ სახში ვერ გამოვლევ ჭურჭელს და სარეცხს მერტმარც გამომილიოს ისე ვერ შანსი არ არის წავიშოროთ სტუცებს კარგი ყავა თავის ადგილზე ჩაყრილი, ყველაფერი თავის ადგილზე ჩაყრილი, ჭურჭელი დამჩა რეალურად და დამრჩა ისე თუ გიგოდება საქმეს მოვრჩი. ყველაფერი გასაკეთებელი მაქვს. აბსოლუტურად ყველაფერი. დღეს იმიტომ წავედი გოგოებო ადრე, რომ ის ყოფილიყო, რა ქვია, ცოტა ადრე წამოსულიყავი, რომ აქ საქმეები გამეკეთებინა, თორე მე რო გავსულიყავი 2-სკენ ან რაღაც ეგრე, მე ისე ვიქნებოდი, ამიტომ მე რა ვეღარ ვასწრებდი ჩემს საქმეებს და გავადექი 12 კი არა, მგონი 20 უკვე და თუ რაღაც იქ რო ვიყავი. ხედავთ რა ადრე ავდექით, ოპერატიულად მივირთვით, ბავშვი გავამზადე სახალები ვალაკე და გავქანდი. ერთ ნიგოზი უნდა ნახო ახლა მე. თითქოს ის მქონდა გამზადებულიც, მაგრამ არა. აი, არა უშავს იმას ვიზავ. ბლენდერს რა პრობლემაა? არანაირი. აგერ ვარ. ხარჩოს როგორც ისიც ძალიან ბევრი ნიგოზი არ ჭირდება, გოგოებო. ცოტა გადასარჩევი მაქვს ეს ნიგოზი, იმიტომ რომ ისინი მოყვება რაღაცები მოკლედ თავისი ისინი და გადავარჩო. დედიკო, კაკალი არ გინდა? უყვარს. გინდა დე? ჰა? მოდი ჩუსტები ჩაიცვი და გამომართვი დედი. ეძინება, ტაქსში ჩაეძინა და გავაღვიძე, იმიტომ რომ რაღაცები მინდოდა პროდუქტები და ვერანაირად ამ სიმძიმე ბავშვს ხალხო, ანუ არ შემიძლია, ვეღარ ავიყვანდი ხელში, მძიმეა უკვე, მით უფრო რომ ზამთრის სამოსიაცვია. კი დედიკო, მართალი ხარ. აუჩვით კარგი ნიგოზი. აჰა დედი, წაი. ორივე ხელი მოკიდე, წადი და მირთვი. ეხა ბაჟეს მაგალითად, რავი დამეთანხმებით, რომ ბევრად მეტი კაკალი უნდა, ვიდრე უბრალოდ ხარჩოს რო ამზადებ. ამიტომ მოდი ხარჩო გავაკეთოთ. ნიგოზი კიდე მაქვს, მაგრამ ის არის გასატეხია. სატეხი ვიყიდე, სხვათა შორის ძალიან კარგად ვიყენებ და მაგრამ ვისაც იმდენი ნიგოზი აქვს, რომ გასაყიდებ, თუნდა იმას რა თქმა უნდა არ გამოადგება, იმას ჩვეულებრივ ჩაქუჩით და იმით ჩემი მამამთილი ისე ტეხავს ხალხო, რომ აი ამდენი არ დაეფშნება. ისეთ სწორ ადგილებს ვყავს, რომ რაღაცა მთლიანი გამოდის და ძალიან გავაკეთოთ ხარჩო. მოხან რა თქმა უნდა ესე დღევანდელ ვიდეოში ესე
გვიანო დავიწყებ ყველაფრის კეთებას და ამას ვერ გაჩვენებთ, მაგრამ სადამდეც იქნებით ვიყოთ ერთად. ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ ლაივში ძალიან კეთილგანწყობილი ხალხი შემოდის და ბევრად მეტი შემოდის სხვადასხვა და ბევრად მეტი უყურებს უკვე ლაივებს, ვიდრე ვთქვათ თუნდაც რავი 2 თვის უკან, 1 თვის უკან. ხო და უზარმაზარი მადლობა თქვენ ყველას თუ მოვიცალე დღეს აუცილებლად შემოვა. მე ეჭვება, მაგრამ თუ მოვიცალე შემოვა. მაინც ხო იცით ხა ხოლმე შაბათია და ხო არ დავაწესო შემთხვევით აი ესე ხშირ შემთხვევაში პარასკევი შაბათი შემოვიდე ხოლმე. რა სიტყვით მე მგონი კარგი ასრი იქნება კვირაში ორჯერ შემოვიდე რეკორდი მექნება საკუთარი მოხსნილი. და ყველა სტარს გიკრავთ ვინც ხშირად შედიხართ. ყველას ვერ ვანაწილებ დროს, ვერაფრით და თქვენ ხართ გმირები ხალხო ვინც ამას ახერხებთ. ვინც ამას ახერხებთ ყველა სიმშურს დედა ბუდია. სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ ნიგოზე ვგიჟდები. აი ხო არის ადამიანების კატეგორია რომ ნიგოზე გიჟდებიან. გოზინახი კი ბატონო მიყვარს ჩურჩხელაც. მაგრამ აი ესე კაკალი ავიღე მივირთვი ნაკლებად. და დიდად არ ვაფასებდი ხოლმე ხა რო გითხრათ ნიგოს. რომ აი რაღაცა ის ჭირდეს არა, მაგრამ დროთა განმავლობაში რაც რაღაც ძალიან სადილებში გადავერთვენ. სადილებსაც მე ვაკეთებდი ყოველთვის, მაგრამ დედა რო წავიდა, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა. მერე ის არის, რა ქვია, სრულად საკმარისია კი არა, და მეტია, არ ვაკეთებ ბევრს. მის მერე იცით რა ვქენი, დავაფასე ჩვენი ნიკოზი. ეს დავდოთ აქ. დიდში არ გვინდა ამდენს ნამდვილად არ ავაკეთებთ, ამიტომ პატარაც ეყოფა ბოდიში. მიდი გაო. მე მგონი ცოტა ბევრია ამის. ქვილი გვაქვს. იუჰუ, ჭადის ქვილი კი გვაქვს გოგოებო, ხო და მერე ხალხო ბიცულად ჩემს აქვს ხელი ფანტასტიკური, ანუ 15 წუთში გააკეთა ყველაფერი. აი ღომი გააკეთა, აი და გაკეთებული ქონდა. ბოღბისგან გავსკდი, მეთქი რანაირად ქენი ეგრე. არ მიყვარს ვიწრო რაღაცებში ჩაყრა და მე წუწაობა, მოდი ამიტომ დიდში გადავიტანოთ პირდაპირ. ოპა. პირდაპირ დიდში გადავიტანოთ. უიმე დედა რამდენი გამოვიდა. კარგი. მაგრამ რა შევცალებ, კაი გემო იქნება დაწონებული ვარ. რო დათბება. მერე წიწაკაც აჯიკაც გავაკეთოთ, წიწაკაც ვიყიდოთ, აჯიკაც გავაკეთოთ ხოლმე გოგოებო. სხვათა შორის იმის რა ქვია, ხარჩოს წვენი მეტად მიყვარს, ვიდრე ხორცი. აი რა, აი ხორცი, არა, აი წვენი დედა ჯება რო გააკეთა, აი კინაღა, ავეთქი. დედა ჩემი ის გაკეთებული პატატებს ეძახიან საბერძნეთში, იგივე კარტოფილი, შემწვარი. აი მე რამე შველება და როდის ჩამოვა, იმიტომ რომ მე ხა მაგის ნახევარს, აი ვერა, არა. ძალიან მაგრად აკეთებს. ჩვენ გვინდა გამოვიღოთ ერთი სადამ აქვს და აქ აქვს. სადმე ქნება აქ.
ხო და ის არა ქვია. კიდე აკეთებს ძალიან მაგარ კატლეტს. უმაგრეს. აი არც. ძალიან მაგარს. ნუ აი აშკარად რომ ეთყობა ბერძნული გემოები რა, აი ძალიან მიყვარს იქ რო აკეთებენ. მე სადაც მუშაობდი, იქ აკეთებდა ხოლმე და ისეთი მაგარი იყო ხალხო, რომ მეთქია ბატონო. რაღაცნაირად ძალიან გემრიელს. მე ესეც ვერ ვაკეთებ. ხლა რა თმიდა თავის ქება და ტყუილად მოვიგონო რაღაცეები. ვერც კარტოფილს ვერ ვაკეთებ, ეგრე ძალიან მაგარს და ვერც იმას. ვერც ერთს. ახლა აღარ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ჯერ უნდა მივხედო აუცილებლად ჭურჭელს. გოგოებო. ეს იყო საგერ გამზადებული. დამუშავება და რაღაცეები ცოტა მერე, ახლა არაფერს არ ვაკეთებ. ხო და ახლა დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, ყველას გიხდით ყველაფერს ძალიან დიდი მადლობას. თქვენს მნიშვნელოვან დროს უთმობთ გვანცას და დიდი მადლობა. ჰაი ხალხო. ახლა მოგეხსენებათ, მე ვარ უბედურ ქალთა საბჭოს წევრი და დამირეკა ერთმა ქუჟანამ რომ აბაქუ დოდი მზისხილო შედახარ. მივყვე მზისხილო ჩემს გარდა ვიგი დახარ საბადა ხო შევთავდით ეს იგი მე ვარ. ხო და აბა თურმე უთვალთვალებს ქმარს. და თურმე რა მომხდარა ეგ უნდა მუსო ღალატობს მერეც მოვა სახლში უტყავს სოსორი თვერ წაეთრიე სახლიდან ამ დროს აცული სახლში ცხოვრობს ხო და აბა რა ვქნა წავიდე სახლიდან მოიცა მე ვთხარი ჯერი მიტუხარ საცივრო შესახდა შემიდიხარ ეს ერთი და თურმე არ ეთმობა ქმარი ახლა მიტუხარ საცივრო ეგეთი ქმარი არ გეთმობა მე ვთხარი და მესამე იმიტომ საკუთარი თავის ფასი დაკარგე მე ვთხარი ღირსება სად არის ღირსება რა ის მაგუბედურ დღეზე გაჩენილ მე ვთხარი დედამის არ უხარია მაგიტამადება მამას შენ რა გაგამწარა მე ვთხარი არო შობლებს უყართ ადუმაეში მე თუმა სიებად რაღაცას ვლაპარაკობთ რაღაცის რა ქალთებს რაღაც ამ დროს ბებია ცოტა მიჩუნდა შევეთქე რაღაცას ფიქრობ და რა შევებია საქმე მე ვთხარი კიდე ჩემი ქათბები რასაკეთებ კაკანები ბიბი არა უნდა ქნა და ახლა სოფელში გამცი მამიდაშვილებს და გაია თბილისში ხარ ვერ აძლებს ხალხო ვერ აძლებს რა მოკალი თუ გიდა ახლა მე გავძლებს სხვაგან ნო